ასტროლოგების აზრით დიეტის პრინციპები ზოდიაქოს ნიშნებზეც არის დამოკიდებული და ის წყლის, ჰაერის, მიწისა და ცეცხლის ნიშნების მიხედვით იცვლება. ვარსკვლავები ცეცხლის ნიშნებს, ვერცხლს, ლომს და მშვილდოსანს დილის საათებში საკვების მიღების შეზღუდვას ურჩევენ. ამბობენ, რომ საკვების მაქსიმალური რაოდენობა ცეცხლის ნიშანმა შუადღისას 12-დან 14 საათამდე უნდა მიიღოს. რაციონის მთავარი პირობაა სულფასოვანი ცილების საკმაო რაოდენობა. აუცილებელია ბალახეული, ხილი და კენკრა. ოპტიმალურია ეგრეთ წოდებული გაყოფილი კვება. არ ღირს ცილების და ნახშირწყლების არევა. უნდა შეიზღუდოს ტკბილეული, ცხარე საკვები, რძის ფაფები, სოკო, ჩაი და ყავა. ჰაერის ნიშნებისთვის, ანუ ტყუპების, სასწორისა და მერწყულისთვის კალორიული საკვების მიღება დილით 8-დან 10 საათამდეა დასაშვები. ამ დროს ჰაერის ნიშნების ორგანიზმი საკვებს უფრო აქტიურად ითვისებს და ამუშავებს. მზის ჩასვლის შემდეგ მაცივრის გამოღება არ ღირს. ჰაერის ნიშნებს შეეფერება მჟავე, ტკბილი და მარილიანი საკვები, მაგრამ არა ცხარე. რეკომენდებულია რაციონიდან კარტოფილის, ყავის, სოკოს და წყლიანი ბოსტნეულის ამოღება. მიწის ნიშნებისთვის, ანუ კუროს, ქალწულისა და თხის რქისთვის დილით, შუადღეს და მზის ჩასვლის წინ თანაბრად კვებაა რეკომენდებული. ასაკის მიუხედავად მიწის ყველა ნიშანმა უნდა შეზღუდოს ნაღების კარაქი, რძე, ხორბალი და თეთრი პური, ასევე ტკბილეული და დამარილებული საჭმელი. სასარგებლოა მჟავე რძის საფუძველზე შექმნილი პროდუქტის, ნებისმიერი ბოსტნეულის, ტკბილი ხილის და კენკრის მიღება. წყლის ნიშნების, თევზების, კირჩხიბის და ღრიანკალისთვის კი კვების რეჟიმი მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. მთვარის ზრდის პერიოდში დატვირთვის დღის პირველ ნახევარში გადატანა შეიძლება. მიმავალი მთვარის გამოჩენის დროს კი უფრო მეტად საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ უნდა მიირთვათ.